დღეს უნდა ვისაუბრო არ მაცდიან ესენი. ჩადი რა გეხოწები. ხალხი გვიყურებს რა სიტყვიან. დღეს ისეთი თემა მოვამზადე. აუთვალს არ ენახვება. ეხლა კომფორტულ ადგილს ვიპოვი, მოვთავსდები მყუდროდ და დავიწყოთ. ყოჩახ, მოდი, მაგარი ხარ. ბილბოს ზომას თუ გავითვალისწინებთ, მისთვის პატარა წყალით ძალიან დიდია ხოლმე და ხანდახან ფიქრობს გავიარო თუ არ გავიარო, მაგრამ კუნთები აქვს დიდი და მაინც გამოდის ხოლმე. ცოტა ყავა დილის გამხნევებისთვის და დავიწყოთ. დღეს უნდა ვისაუბრო არ მაცდიან ესენი. ჩადი რა გეხოწები. ბიჭო, ბილბო, ჩადი გთხოვ, ჩადი. აი ახლა ამას ჩავიყვან დაბლა და მე გავაგრძელოთ. ჯადოსნური საკითხი ყოთ მართლა ჯადოსნური, მისტიკური და ზღაპრული სამყარო, რომელიც დღეს უნდა წარმოგიდგინოთ თქვენ. აი ეს არის ბიოლუმინესენცია. რა არის ეს და რას ნიშნავს? ეს ძალიან თვალსაჩინო რამ არის, ყველას გვინახავს ციცინათელა. როდესაც ბიოლოგიური არსება სინათლეს წარმოქმნის. ამ პროცესს ეწოდება ბიოლუმინესენცია. ყველაზე თვალსაჩინოდ ამ პროცესს ჩვენ ხვდებით ციცინათელებში. ყველას გვინახავს ციცინათელა, რაც ბოლო პერიოდში გრძნობლად იკლო მათმა რიცხვმა, მაგრამ ბოლო 2 წელია, რაც მე ტყეში დავდივარ აქტიურად ზაფხულის პერიოდში, ადრე ზაფხულის პერიოდში გამოჩნდნენ ისევ და ძალიან მახარებს ეს ფაქტი. მაგრამ დღევანდელი თემა ციცინათელებს არ შეეხება. დღეს უბრალოდ ამ პროცესზე ვისაუბრებ, ბიოლუმინესენციაზე და კონკრეტულად სოკოებში. დიახ, სოკოებიც ანათებს, ბევრ თქვენგანს შეიძლება სმენია კიდეც ეს, მაგრამ ბევრსაც არ სმენია და დიდ განვიხილოთ თუ რა ხდება ასეთ დროს. სოკოებს, როგორც აღნიშნეთ, რომლებსაც სინათლის წარმოქმნა შეუძლიათ, ქვიათ ბიოლუმინესენციური სოკოები. ეს ხდება შემდეგნაირად. ბიოლუმინესენცია ქიმიური პროცესია, რომელსაც სჭირდება ფერმენტი, სუბსტრატი, ენერგიის მოლეკულა და ჟანგბადი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დაჟანგვის პროცესი არის. ამ ფერმენტს ქვია ლუციფერაზა და სუბსტრატს ქვია ლუციფერინი. ცოტა დემონური სახელია, მაგრამ არაფერ კავშირში არ არის მასთან და ამასაც აგიხსნით დაწვრილებით თუ რატომ ქვია ლუციფერაზა და ლუციფერანა და ზოგადად რას ნიშნავს ეს ლუციფერი. ფერმენტი ლუციფერაზა, ეს არის კატალიზატორი ერთგვარი, რომელიც აჩქარებს ქიმიურ პროცესს. ოღონდ ამ პროცესში თვითონ არ იჟანგება ფერმენტი, იჟანგება სუბსტრატი, ესე იგი ლუციფერინი. სუბსტრატი არის მოლეკულა, რაზეც ფერმენტი ზემოქმედებს, ესე იგი შლის, ან გარდაქმნის, ან აერთებს და ასე შემდეგ. მოკლედ ფერმენტი ზემოქმედებს სუბსტრატზე. და ამ ზემოქმედების შედეგად ხდება დაჟანგვითი რეაქცია, რის შემდეგაც გამოიყოფა ეს ნათელი. რატომ ხდება სინათლის წარმოქმნა? ეს საკითხი დღემდე კვლევის საგანია. ციცინათელებში ძირითადად დადასტურებული ფაქტია, რომ ციცინათელები ამას გამრავლების გამო იყენებენ, მაგრამ სოკოებში ცოტა სხვანაირად განიხილავენ. კვლევის ნაწილი ამბობს, რომ სოკოები სინათლის გამოყოფისას ღამე, რადგან მწერებს სინათლე იზიდავთ, ზოგიერთ მწერს სინათლე იზიდავს, ეს სოკოც ამიტომ ანათებს, რომ მისგან შემდეგ გაავრცელონ თავიანთი სპორები და გამრავლდნენ სხვა ადგილას. შემდეგი მოსაზრება არის, რომ პირიქით სინათლით მწერებს აფრთხობენ, რომლებიც ჭამენ მათ, ანუ სოკოებს. და კიდევ არსებობს ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სოკოებში ნათება არის დეტოქსიკაცია ერთგვარი, მავნე ნივთიერებებთან ბრძოლა. ყველაზე პოპულარული პრინციპი არის, რომ სოკოები ამას მწერების მოსაზიდად აკეთებენ, რომ გამრავლდნენ. მოდით ბარემ თავიდან ვეთქვათ თუ რატომ ქვია სუბსტრატს და ფერმენტს დემონის ლუციფერის სახელი. სინამდვილეში ლუციფერს ქვია მათი სახელი. ლუციფერი ლათინურად ნიშნავს სინათლის მომტანს. არაფერი აქ არ არის კავშირში ეშმაკთან და მით უმეტეს რელიგიასთან და ზოგადად ბიბლიურ კონტექსტთან. ბევრისთვის ცნობილია, რომ იგივე სახელი ეწოდება ცისკრის ვარსკვლავსაც, განთიადის ვარსკვლავსაც, რომელიც იქამდე ჩნდება ცაზე, სანამ სინათლე დადგება. ეს პლანეტა ვენერაა სინამდვილეში და ეწოდება მას ეს სახელი იმის გამო, რომ მისი გამოჩენის შემდეგ სინათლე შემოდის ბუნებაში. ამოდის მზე, მალე თენდება. ჩვენაზე ამას ცისკრის ვარსკვლავი ქვია და ძალიან მომწონს ეს სახელი, იმიტომ რომ ლამაზი სიტყვა.
სინამდვილეში არც ვენერას და ამ საკითხსაც არ გააჩნია არანაირი რელიგიური კონტექსტი, იმიტომ ქვია ეს სახელი მასაც, რომ სინათლის მომტანი მისი გამოჩენის შემდეგ მალევე დგება სინათლე. ეს სიტყვა შედგება ორი სიტყვისგან, ლუცის ნიშნავს სინათლეს, ბრწყინავს, ნათელს და ფერეს მომტანს. ამიტომ ცისკრის ვარსკვლავს ეწოდა ლუციფერი, რადგან განთიადეს, ესე იგი ნათელის მომტანი. მოდით, რადგან რელიგიურ კონტექსტში შევეხოთ ბარემ იმ საკითხსაც, თუ რატომ ქვია დაცემულ ანგელოზს ლუციფერი. სინამდვილეში ამ ტერმინის ქვეშ, ამ სიტყვის ქვეშ მოიხსენიება დაცემული ქალაქი ბაბილონია, მათი მეფეები. ჩემი აზრით ეს არა რომელიმე კონკრეტულ მეფეს ან ნებროთს, რომელიც მოიხსენიება როგორც ბაბილონის დამაარსებელი, ან ვთქვათ ნაბუქოდონოსორი, არამედ მთლიანად ბაბილონიას შეეხება, რომ ის მთლიანად ქალაქი დაეცა იმის გამო, რომ ამპარტავნებით მიუდგა ღმერთს და იძახდნენ, რომ შეეძლოთ ღმერთის ვარსკვლავებზე მაღლა ასვლა, იქ აშენება თავიანთი ტახტის და იქინა ყურება მთელ სამყაროზე. ანუ ღმერთს წარუდგნენ როგორც მასზე ძლიერები. როგორც ეს გააკეთა დაცემულმა ანგელოზმა. ანუ აქაც ამპარტავნებას შევეხეთ. შედეგად ღმერთი განრისხდა. ახლა უტრირებულად ვამბობ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს და ზედაპირულად, რადგან ბიბლიური სიტყვათა მარაგი არ არის ჩემი სფერო, უბრალოდ ვიცი ისტორია და აქედან ვიღებ მოკლე შინაარსს. ღმერთი განურისხდა მათ, შედეგად განადგურა მთლიანად ბაბილონია, ესე იგი დაეცა ქალაქი, რომელიც ბრწყინავდა, რომელიც ნათელს ასხივებდა თავისი დიდებულებით, განადგურა ღმერთმა და აღიგავა მიწისაგან პირისაგან. ეს სიტყვები, სწორედ ეს კონტექსტი ეკუთვნის ესაია წინასწარმეტყველს, რომელმაც თქვა, რომ თქმა მეტაფორულად ამბობს, რომ სინათლის ვარსკვლავით ამაღლდა, მაგრამ დაეცა. ისკრის ვარსკვლავით ამაღლა, ესე იგი ვენერასავით, შეადარა მის ვარსკვლავის ბრწყინვალებას ეს ქალაქი, ამაღლდა ცაზე, მაგრამ დაეცა. ესაია წინასწარმეტყველს სინამდვილეში არ უხსენებია სიტყვა ლუცი ან ლუციფერი ან მსგავსი რამ, მან თქვა სიტყვა ბრწყინვალე, ნათელი და ასე შემდეგ. შემდეგ ითარგმნა ეს სიტყვა ლათინურად, რაც ლათინურად ბრწყინავს და ნათელს ნიშნავს არის ლუცი და მომტანს ფერე. შეერდა ეს სიტყვა და გამოვიდა ლუციფერი, სინათლის მომტანი. ასე ითარგმნა ეს წინადადება, ნათქვამი. გაჩნდა შემდეგ ეს კონტექსტიც და ეს სახელიც, ლუციფერი. და დაერქვა დაცემულ ანგელოზს. და რადგან ანგელოზები სინათლის მატარებლად მოიხსენიებიან, ამიტომ დაერქვა მას ლუციფერი, სინათლის მომტანი. ანგელოზი, რომელსაც სინათლე მოჰქონდა, მაგრამ დაეცა. პარალელი ბაბილონთან. ქალაქი, რომელიც აღზევდა, იყო ბრწყინვალე, მაგრამ დაეცა. შემდეგ ეს ტერმინი გამოიყენა ქრისტიანულმა სამყარომ დემონის, ანუ დაცემული ანგელოზის კონტექსტში, რომელიც ამპარტავნებით წარდგა ღმერთის წინაშე და მოინდომა მასზე მაღლა დგომა. ამიტომ ქვია ფერმენტს და სუბსტრატს ლუციფერაზა და ლუციფერინი. სინამდვილეში მათ არ გააჩნიათ არანაირი რელიგიური კონტექსტი, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი არიან უბრალოდ სინათლის წარმომქმნელები ბუნებაში. ამიტომაც ქვიათ ეს სახელი. ჩვენ სახელმწიფო ჰიმნის ტექსტშიც გვაქვს ეს სიტყვა, ცისკრის ვარსკვლავი ამოდის და ორ ზღვას შუა ბრწყინდება. ზოგი ამბობს, რომ აქ ლუციფერი იგულისხმება ლიტერატურული მეტაფორით და ლიტერატურული კონტექსტით, კი ბატონო, აქ ლუციფერი იგულისხმება ბევრ ნაწარმოებში და მსოფლიო ლიტერატურის შედევრებში ხვდებით ამ მეტაფორას. მაგრამ თუ ავიღებთ ჩვენ ამ სიტყვას და მოვაშორებთ რელიგიურ კონტექსტს, მაშინ აღმოჩნდება, რომ სინამდვილეში ეს ასე არ არის და იგულისხმება უბრალოდ სინათლის მომტანი ვარსკვლავი. მაგრამ ორ ზღვას შუა მაინც არ არის საქართველო. დაუბრუნდით მთავარ თემას. ეს მეგონა მოვიშორე, მაგრამ მაინც აქ სოკოებში ეს ძალიან ჯადოსნური სანახაობა, მართლა ჯადოსნური ხამე თუ ვინმე ტყეში გადაადგილდება, ყურადღებით იყავით, რომ შეიძლება მართლა ნახოთ ეს პროცესი და თუ ნათებას შეამჩნევთ, აუცილებლად მიდით მასთან, ეს არ არის არანაირი საფრთხის შემცველი, ეს დიდი ალბათობით იქნება ან ჭია რომელიმე სახეობის, ან სოკო, რომელიც ანათებს. ძირითადად ეს ნათება არის მწვანე, მოყვითალო ფერის, მოყვითალო-მომწვანო ფერის. სუბსტრატის დასაჟანგად საჭიროა, რა თქმა უნდა, ჟანგბადი, იმიტომ რომ ჟანგბადის გარეშე ფაქტობრივად ქიმიური პროცესები არ მიმდინარეობს ბუნებაში. საჭიროა ჟანგბადი. დაჟანგვის შედეგად წარმოიქმნება შუალედური ნაერთი, რომელსაც ეწოდება ოქსილუციფერინი. ეს არის მდგომარეობა, როდესაც იგი აღგზნებულ მდგომარეობაში არის. შემდეგ
უბრუნდება თავის პირვანდელ სახეს, არ აღგზნებულ მდგომარეობას და ამ დროს გამოიყოფა დიდი ენერგია, რის შედეგადაც წარმოიქმნება სინათლე ბიოლოგიურ არსებებში. ჩვენ ამ ნათებას აღვნიშნე უკვე, რომ ხვდებით ციცინათელებში, სოკოებში, არის გარკვეული სახის ჭიები და მედუზებში და ზღვის სხვადასხვა არათვალსაჩინო არსებებში. სინამდვილეში ციცინათელა გამოყოფს ერთ ნივთიერებას, რომელსაც აქვს მძაფრი სპეციფიკური გემო და მასზე მონადირე სახეობისთვის აღარ ხდება ის სასურველი საკვები. ეს ძალიან ჯადოსნური მოვლენაა ტყეებში და ზოგადად ბუნებაში ქმნის ულამაზეს ზღაპრულ სანახაობას. აჩვენეთ ეს ვიდეო, ეს თემა ბავშვებს, რადგან ნახონ თუ როგორ მუშაობს ბუნება, რომ მას არ სჭირდება ხელის ხლევა, უბრალოდ უნდა დააკვირდეთ და ისიამოვნოთ ამ ძალიან ლამაზი სამყაროთი. ამიტომ აჩვენეთ ბავშვებსაც და საერთოდ ყველა ჩემი ვიდეო აჩვენეთ ხოლმე ბავშვებს, რომ მოხდეს ამ კუთხით მეტი შემეცნება მათთვის. ეს იგივე ბიოლოგიის გაკვეთილები არის, ოღონდ პრაქტიკული კუთხით, რომელიც ხდება ბუნებაში. ამ გარემოს სკოლებში ვერავინ ვერ შეიტანს, მაგრამ გაჩნდა დღეს ეს შესაძლებლობა, რომ შევქმნათ ისეთი გარემო, თუნდაც ვირტუალური, რომელიც დაეხმარება ბავშვს, რომ განივითაროს ცნობიერებაც და ფიზიკური უნარებიც. ჩემი კონტენტი სწორედ ამას აკეთებს და ამას ემსახურება. სამე სკოლაში დავდიოდი, ხუთოსანი ბავშვი არასდროს ყოფილვარ, მაგრამ რაღაცები მახსოვს. მაგრამ არ მახსოვს, რომ ბიოლუმინესცენცია ყოფილიყოს ტირაჟირებული სკოლებში, ან თქვათ ფოტოსინთეზი იმ კუთხით, რა კუთხითაც მე ჩავწერე დაწვრილებით. არ მახსოვს, რომ მიცელიუმზე გქონოდა საუბარი და ძალიან საჭირო საკითხები არის და რაც უფრო მეტი გვეცოდინება, მით უკეთესია ჩვენთვის. თან ისეთი პროცესები, როგორი პროცესებიც ახლა ჩამოვთვალე, არის უბრალოდ სასწაული, ბუნების სასწაული შემოქმედება, რაც არ არის არანაირი თავისთავად წარმოქმნილი რაღაც, იმიტომ რომ მსგავს სტრუქტურას უბრალოდ რაღაც ჭირდება, რომ ააწყოს, ხო? და ამან იმუშაოს ისე, როგორც მუშაობს. მე შემოვედი ბუნებაში და გამომაქვს ეს ყველაფერი გარეთ. მინდა გთხოვოთ, რომ გამოვიწეროთ არხი აუცილებლად. ეხლა მოუძებნო სად არიან ეს ძმებო? წავედით? დასრულდა, სადღაც დასრულდა.